Salam მეგობრებო. ესე გავასწოროთ კამერა. მოდი ჩემთან ფიჭო. ამას შეხედეთ. დღეს ვისაუბრებთ მონარქზე. ამ ჩემ ვებხს შეხედეთ, ნახეთ რა საყვარელია. ეხლა ზოგჯერ ვიდეოს ნელ-ნელა ვეცდები ბუნებიდანაც ჩავწერო ხოლმე რომ გამოკეტილი არ ვიყო მარტო იმაში. რა ქვია? მარტო корпусის კედლებში ვარ ვიყო გამოკეტილი, მე სამოგზაურო ვიდეოებიც იქნება და ასე შემდგომ. ხო, ესე იგი. ეს არის ჩემი მუფასა, დავარქვი. Disney-ს მულტფილმი რო არის ანიმაცია ისა ლომა კი არა და სიმბა, ლომა ჩემ ძაღლს ქვია სიმბა. იმის მამა არის მუფასა და ეს ჩამოკიდებულს ძინავს ხოლმე რა ბჭყალებით ჩამოკიდებულს. ის ხო ესე ბჭყალებით ჩამოკიდებული ჩამოვარდა კლდიდან და ეგ თემა. ხო, ესე იგი დღეს ვისაუბრებთ მონარქის შესახებ. მეორე ტელეფონში ხე გავხსნი ლინკს. მოგეთ მამა გიორგი ბასილაძის წიგნს ვკითხულობდი. გამომწერებმა მირჩიეს და ორი წიგნი წავიკითხე მამა გიორგი ბასილაძის წიგნი. და ეხლა მესამე წიგნს ვამთავრებ, ეს ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ესე რომ დაგუგლოთ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი, ამოგიგდებთ ერთ-ერთ ლინკს და ელექტრონულად დევს. ინტერნეტში წავიკითხე მეც ეს ყველაფერი ეს წიგნები. ძალიან საინტერესო ისტორიები იყო და ასე შემდგომ. ხო. ხო და აქ ხასე იგი მე მონარქიის შესახებ მაინტერესებდა ინფორმაციას რას ამბობდა მამა გიორგი. ეხლა სამ ნაწილად გავყოთ ეს საკითხები აი ამ ვიდეოში. მონარქიის შესახებ მომავალში საქართველოს რო მონარქია ეყოლება, მაგის შესახებ აქ ეხა დიდი აქ სადაო და დოგმატური საკითხი აქ არაფერი ისეთი არ არის. აი ამ ეს საკითხი. მეორე არის სტალინის თემა და მესამე არის დავით აღმაშენებლის შესახებ მამა გიორგის აზრი იქ რაღაც ძველი ხელნაწერებს რომ შეეხო. მოგეთ აქედან ერთს ვეთანხმები, მეორეს მე არ ვეთანხმები და მესამეს თვითონ საეკლესიო სწავლება არ ეთანხმება. და პატარა ჩართვას გავაკეთებთ ერთ-ერთ ვიდეო ლექციიდან და მაგაზეც მივალთ. ეხლა მოდი ჯერ პირველ რიგში წავიკითხოთ რას ამბობს, რას წერს მისი აზრი მამა გიორგი ბასილაძეს, ესე ვთქვათ, მომავალი მონარქის შესახებ, როგორ ახასიათებს და როგორ იქნება მონარქი და მეფე, ანუ საქართველოში. მოდი ჯერ ეს წავიკითხოთ. მოგეთ მრევლი იყო, მე მგონი ვიღაცა ვინც ჩაიწერა მის კითხვა-პასუხებით და წიგნად აკინძა რა. კითხვა: მამა გიორგი პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში ხაზგასმულია ახალი აზრი საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რა სიტყოდით ამის შესახებ? პასუხი: საქართველოს მეფე ეყოლება და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ ჟამს. ბოლო ჟამის საქართველოს ღვთივკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველებია არა ერთი ქართველი წმინდანის მიერ. ქართველი წმინდანების მთელი თაობები იღწოდნენ და დღესაც იღწიან ერისათვის და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანშიც. ეს არის 155 გვერდიდან, 145 გვერდიდან. ვეფხისტყაოსანშიც მეფე იქნება საფრთხო ხედვისა და სულიერი ძალის მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ უბრალოდ სიმბოლო ბჭყალებში ფრთებშეკვეცილი მმართველისა, როგორც ეს წარმოუდგენიათ და სურთ ცალკეულ პოლიტიკოსებს. არა, მეფე იქნება სვეტი მართლმადიდებლობისა, ძლიერი მმართველი, მეფე დიდი დავითის სულით. მეფის გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს. პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა სათავისოდ გამოიყენონ უწმიდესისა და უნიტარესის ილია მეორეს ქადაგება სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ამ დაძაბულ ვითარებაში, რომ უწმიდესის სიტყვა არაერთაზროვნად იქნებოდა აღქმული სხვადასხვა ძალების მიერ, იმ თავითვე იყო ნათელი. ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმინდანები დიდი ხანია რაც იხვწიან. ასე რომ ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს და ეს წმინდანთა საიდუმლოა. ვურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ არასასურველი პიროვნების მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას შეეშვან ცეცხლთან თამაშს. მეფე არ გამოჩნდება იმ დროს,
როგორც ეს ძალაუფლების წყურვილით სულ დაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია და არ იქნება ის პიროვნება, ვიზედაც ისინი იმედს ამყარებენ. ღმერთს განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის ღვთისმოყვარე პიროვნებაც, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფედ. მეფის კუთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი. აუცილებელია არის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა, უპირობოდ აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება. ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს, ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს და მხოლოდ ამის შემდეგ პატრიარქი აკურთხებს მეფეს. ბოლო ჟამის ქართველი მართლმადიდებელი მეფის მოვლინება უდიდეს ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის. როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი ქრისტეს მოყვარე მეფე ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის. და ამ საკითხთან ოპოზიციის თამაში დანაშაულებრივი წინდაუხედაობა, ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმერთისა და ერის წინაშე. ღმერთთან ომი არავის მოუგია, დამარცხებით კი ისე დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა. მე აქ 7 ნოემბერზე აქ დასმული შეკითხვა და რუსთაველთან დაკავშირებით და ესე იგი 7 ნოემბრის მე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდგომ არის ესე იგი ჩაწერილი ეს ამბავი და ეს წიგნი მერეა გამოცემული. ხა ხვით რა წერია წიგნს, რომელი წერია არ მახსოვს და ჩავსკროლ დამეკარგება. ხო, ყოველ შემთხვევაში 2007 წელს, ალბათ 2009-2010 წლებში ალბათ ჩაწერილი ეს ყველაფერი. ან 2008 წლის მერე რა, ყოველ შემთხვევაში. მე ისე რაღაც პოლიტიკურ საკითხებზეა საუბარი. წამით მობძებნო და მე ამ 7 ნოემბრის ამბების მერე გრძელდება ისე მეფეზე კითხვა. მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ მეფე ერს წინასწარმეტყველისაგან ეუწყება. დღეს საქართველოს ყავს წინასწარმეტყველი? პასუხი: საქართველოს ყავს წინასწარმეტყველი და ის რომ ის არ ჩანს პრესის ფურცლებზე, როგორც სხვა წინასწარმეტყველები, ბჭყალებში წინასწარმეტყველები თავიანთი ბჭყალებში ხილვებით, სიზმრებით, პროგნოზებით, ვარსკვლავებზე დაკვირვებით, თქვენ ამაზე ნუ შფოთავთ. ჭეშმარიტი, ანუ წმინდა წინასწარმეტყველი გამოჩნდება არა ისე, როგორც დღეს მომრავლებული ცრუ წინასწარმეტყველები და ნათელმხილველები, რომელთაც ყოველნაირად უწყობს ხელს მასმედია, ნახეთ ვინ ყავსო. წმინდა წინასწარმეტყველს არავის დახმარება, ხელშეწყობა, არანაირი რეკლამა არ სჭირდება. მისი მფარველი და წარმმართველი მხოლოდ ღმერთია. მას ძალა და მადლი ღვთისაგან აქვს და ის რომ თვითმარქვია წინასწარმეტყველები ასე თავისუფლად ახვევენ ერს თავიანთ აზრებს, მეტყველებს ისევ ჩვენი რწმენის სისუსტეზე. მათი მიზანია არა ჭეშმარიტება, არამედ ადამიანთა სულებზე გავლენისა და კონტროლის მოპოვება. მაშინ როცა წმინდა წინასწარმეტყველის მთელი სულიერი შრომა მიმართულია ადამიანთა ღვთის გზაზე გასაყვანად, ცოდვისა და ეშმაკის ბორკილებისგან ადამიანის გასათავისუფლებლად. კითხვა: მამა გიორგი, ნამდვილი წინასწარმეტყველის სრულ და თვითმარქვია ადამიანისაგან გამორჩევის რა ნიშნებს ეტყოდით ხალხს? პასუხი: დავიწყოთ ასე. წმინდანი არავინ გამხდარა ერთ დღეში, მით უმეტეს წინასწარმეტყველი. ისე არსაიდან სამღვთო 8 წლის გარეშე ადამიანს წმინდანის ძალას და მადლს ვინ მიანიჭებს? ყოველ შემთხვევაში ღმერთთან ასეთი რამ არ ხდება. წმინდას ძალიან რთული და ტანჯვით გამოცდილი გზა აქვს გავლილი. ამავე დროს მას ყავს თავისი აღმზრდელი მოძღვარი, არის ეს ხილული თუ საიდუმლოდ, სხვებისგან დაფარულად. ადამიანს, რომელიც ავლენს ზებუნებრივ ძალას, მომავლის ხედვის ნიჭს, უნდა შეეძლოს დასაბუთება ამ ძალისა და ნიჭის ღვთიური წარმომავლობის, აგრეთვე წმინდა მოძღვრის დასახელება, ვისი ხელმძღვანელობითაც საიდუმლოდ გააღწია ღმერთთან. სხვანაირად დღესდღეობით მოღვაწე ბჭყალებში წინასწარმეტყველთა და ბჭყალებში ნათელმხილველთა ყველა გულისამაჩუყებელი ხილვები და გამოვლინებანი ღმერთთან მათი სიახლოვის საკუთარი მტკიცებულებანი უბრალოდ მოკლებულია ჭეშმარიტებას და რაიმე საერთო სულიწმინდასთან არა აქვთ. წინასწარმეტყველების ნიჭი სულიწმინდის ნიჭია და ის ცოდვილ ადამიანებს არ ეძლევა. რაგინდ ლამაზი ხატებით უნდა ჰქონდეთ მორთული თავიანთი მისტიკური ჭურეტის კაბინეტი და როგორი სისხარტითაც არ იმეორებდნენ წმინდა წერილის სიტყვებს. წმინდა წერილიდან ვიცით თუ როგორ გამოიცდებოდა წინასწარმეტყველის უტყუარობა. მას უნდა მოიყვანა წვიმა და როდესაც
წინასწარმეტყველს ხელ ეწიფებოდა ღმერთიდან ძალაუფლება წვიმაზე, ერი აღიარებდა მას. მიუხედავად ძალქმედებისა, ბოროტს არ ძალუც წვიმის მოყვანა. ბოლოჟამის სრულ წინასწარმეტყველებზე ბევრი გაფრთხილება გვაქვს წმინდა მამებისგან. ისინი მათ ცხვრის ტყავში გახურულ მგლებად იხსენიებენ. ის რომ ამგვარი წინასწარმეტყველების ბევრი გამონათქვამი, მოკლევადიანი პროგნოზები ზოგჯერ სრულდება, კიდე სრულიად არ არის მათი წმინდა წინასწარმეტყველების დასტური. მომავალი ბოროტებმაც იციან, თუმცა არა ყველაფერი. გახსოვთ სახარებიდან რომ ქვეყნად მოსული ქრისტე ღმერთი პირველად სწორედ ბოროტმა სულებმა იცნეს და აღიარეს. ესე იგი, თქვენს მართალი რომ ქრისტე იყო ღმერთი, მაგრამ ნახეთ ამ სიმართლის აღიარების გამო ისინი წმინდანებად კი არ ქცეულან იმ წინასწარმეტყველებს, ნათელმხილველებს, რომელთაც აქვთ ხედვა ბოროტისაგან და არა სული წმინდისაგან, რასარგებული უნდა უყონ ხალხს, მათი ნათქვამი როგორც სიმართლესაც არ უნდა შეიცავდეს, ხოლო ზიანის მომტანი ადამიანებისათვის. მე ადრეს კიდევ გეტყვით წმინდანის ამოცნობის რამდენიმე ნიშანს. წმინდანს აქვს ძალა და მადლი. იხედება ადამიანის შინაგან სამყაროში. ეს არ არის მხოლოდ აზრების კითხვა, არამედ რაც მთავარია, ხედავს ადამიანის გულს, იცის ცოდვები, აქვს სასწავლო მოქმედების ძალა, შეუძლია უსიტყვოდ აღძრას ადამიანში სინანული. ერთი შეხედვით მოგგურის ლმობიერების ცრემლებს, აღძრავს სიყვარულსა და სიხარულს, არის ძალზე უბრალოდ თავმდაბალი და შენთვის ძალზე ახლობელი ადამიანი. წმინდანი არ ფარავს თავის წარსულ ცხოვრებას, შეუძლია მოგიყვეს თავისი ცოდვების. წმინდანი იძლევა დიდ ნუგეშს და არანაირად არ მოქმედებს ადამიანის განსაცვიფრებლად და დასამორჩილებლად. კიდევ გეტყვით, ჭეშმარიტი ქართველის გული გრძნობს და ცნობს წმინდა სულს. ბოროტს მხოლოდ გონების მოხიბლა შეუძლია. კითხვა: მამა გიორგი წინასწარმეტყველი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქნება სამღვდელო დასიდან თუ ერისკაცი ან ქალი? პასუხი: რაც შეეხება ქალ წინასწარმეტყველს, ცნობები გვხვდება წმინდა წერილში, რომ მაგრამ ძალზე ცოტა, ის კი ვინც მეფეს წარუდგენს ერს, ძველი წინასწარმეტყველია და არის კაცი. მეტი მინიშნება სამღვდელოებიდანაა თუ არა, ვფიქრობ დღეს არ არის საჭირო. ის თვითონ გამოჩნდება. წინასწარმეტყველი ღმერთის რჩეულია და ადამიანის დასახმარებლად და გადასარჩენად არის მოულინებული. ასე რომ მას ყველანი ნახავთ და მასთან მისასვლელად არც ნაცნობობა და არც მისი კაბინეტის რიგში ჩაწერა დაგჭირდებათ. ის ყველასი იქნება, ვისაც ღმერთის შიში და სიყვარული აქვს და ზრუნავს სულის ცხონებაზე. კითხვა: გაზეთ კვირლის პალიტრაში მეფის თაობაზე თქვენი მოსაზრების გამოქვეყნებიდან 4 თვეში იმავე გაზეთში 3-9 მარტი გამოქვეყნდა ჯვრის მამის წინამძღვრის დეკანოზ ტარიელის იკინჭილაშვილის ინტერვიუ სათაურით. ვინ იქნება საქართველოს მეფე? სადაც დეკანოზი ტარიელი ამბობს: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მეფე ამ წელიწადშივე ეყოლება. ის სამყაროს მაშინ მოევლინა, როდესაც ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება მოხდა და უკვე 30 წლისაა. სულიერი თვალსაზრისით უხილავად ის უკვე გამეფდა, როცა უწმიდესმა ამაზე საჯაროდ იქადაგა, მეფე ღვთისგან შობილი და ბაგრატიონთა შთამომავალია. მამა გიორგი თუ საიდუმლო არ არის, ხო ვერ დაგვიკონკრეტებდით დეკანოზ ტარიელის მინიშნებებს და კიდევ როგორ უნდა გავიგოთ, რომ მეფე არის ღვთისგან შობილიო. რაც თქვენ წამიკითხეთ? პასუხი: რაც თქვენ წამიკითხეთ, როგორც თქვით, არის დეკანოზ ტარიელის სიტყვები და მოსაზრებები და ამდენად მე ვერაფერს დაგიკონკრეტებთ. თუ დაკონკრეტება გსურთ, ამას ისევ ამ სტატიის ავტორთან შეძლებთ. პირადად მე მსგავსი უწყება არ მქონია, არც ღვთიდან და არც კაცთაგან. მე არ ვიცი, ვის გულისხმობს დეკანოზი ტარიელი და ვის ყავს მხედველობაში, როცა საუბრობს მეფეზე და არც ის მესმის, მეფე უკვე სულიერად გამეფდაო, რომ ამბობს. ეს კითხეთ მას თვითონ, მე კი პირადად ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მე ის ვიცი, რაც მე მეუწყა. ყველა თავის სიტყვაზეა პასუხისმგებელი. ვერც იმის თაობაზე გეტყვით რამეს, თუ რასულიერ პარალელებს. მოდიში, ხელი დამეჭირა რაღაც რეკლამაზე. რასულიერ პარალელებს მეფის დაბადებისა და უწმიდესის აღსაყდრებას შორის. კიდევ ვიმეორებ, ეს მისი ხედვაა. მეფე რომ გამოჩნდება, ერისთვის ნათელი გახდება მისი ასაკი, წარმომავლობა და კიდევ ბევრი სხვა რამ მასზე. პირადად მე ვერ ვხედავ, რომ მეფე დღეს იყოს 30 წლის. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თუ რას ნიშნავს ღვთისგან შობილი, ბჭყალებში ღვთისგან შობილი,
გეტყვით ეკლესიას აქვს ამაზე დოგმატური პასუხი. მხოლოდ ვერ გეტყვით თუ რას გულისხმობს დეკანოზი ტარიელი. თუ ქრისტეში შობას გულისხმობს, ეს ხაზგასმა ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. როცა საქმე ბოლო ჟამის საქართველოს უდიდეს წმინდა მეფეს ეხება, რამ თუ ქრისტეს შობა ყველა ქრისტიანზე ვრცელდება ნათლობის გზით. ყოველი ადამიანი ნათლობისას იშობა სულიერად ქრისტეში და მიერეკავდნენ და თუ დეკანოზი ტარიელი გულისხმობს ნამდვილ არს, მაშინ ჩემთვის გაუგებარია კაცთაგან ვინ შეიძლოს ღვთისგან შობლის მეფედ კურთხება. ეს დედამიწაზე მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების სახეს ხელეწიფება. ესე იგი, ეს თემა აქ მორჩა. იმ მამა ტარიელის მაგალითად მაშინდელ აზრს მე ვეთანხმები, იმიტომ რომ დღეისათვის უკვე მეფე ნაკურთხია სულიერი გაგებით მეფის კურთხევა უკვე მომხდარია. თვითონ ახლა იქ რეალურად პატრიარქის მიერ მეფის კურთხევა, ეგ რა თქმა უნდა, მერე მოხდება მომავალში, მაგრამ უბრალოდ აქ როგორი მომენტი ეცით, მე ამაზე იქ ვისაუბრე სხვა პლატფორმებზეც, რომ ეს პარალელურად ხდება, ესე იგი საზოგადოების მომზადებასთან ერთად მეფეც გამოჩნდება ნელ-ნელა რა, ასე ვთქვათ, არენაზე, ოღონდ ისე რომ ხალხი ამას ვერ შეამჩნევს რა, ასე პირდაპირ ვერ მიხვდებიან და მერე ყველაფერი გაირკვევა რა, მერე უკვე. ხო, ეს ერთი თემა. აი იმოძღვრის აზრს ამ თემაში ვეთანხმები და მამა გიორგის აზრსაც ვეთანხმები, ესე იგი რაც აღწერილი აქვს, ძალიან კარგად აქვს აღწერილი, ეს ყველაფერი რაღაცა ჯდება ზუსტად, მე მგონი ეგრე უნდა იყოს ყველაფერი. ხო, მეორე საკითხი უბრალოდ ეხლა რატო ვიძახი, რომ მე ადრე ვთქვი, მე ისეთი ტიპის ინფორმაციები და ისეთი ტიპის სწავლება გავვლილი, მით უმეტეს აი ამ ვიდეოს მე დავდებ ეგვიპტური მატრიცის დასაკრავ სიაში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირში არის, საქართველოს მონარქი პირდაპირ კავშირში არის ეს ლენინის და სტალინის და საბჭოთა კავშირის შექმნასთან და დაშლასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ერთადერთი ხა მამა გიორგის და კიდე რაღაცა ჯგუფებს აქვთ ესეთი წარმოდგენა, რომ სტალინის წმინდანობის შესახებ. მე ეს ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ვთქვი, რომ ხა სტალინი წმინდანი არ არის. ჩემი აზრით ეს ჩემი პირადი აზრი ხო შეიძლება მქონდეს. ჩემი აზრით ესა სოფლიოს ეს ზოგადად სტალინი აღიარეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფიგურად, ეს ამაში ორი აზრი არ არსებობს და როგორც პოლიტიკური ლიდერი იყო უდაოდ წარმატებული და მაგაზე არ არის საუბარი, მაგრამ წმინდანობაზე ჩემი აზრით ზედმეტია ლაპარაკი. ხა ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ხა მამა გაბრიელსაც ეგრეო სასულიერო პირებიც კი ლანძღავდნენ და მე წმინდანი გახდაო, მაგრამ ეს გასაგებია ეგ ყველაფერი. მე ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ თუ კი ესე თქვა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი თუ კი როდისმე სტალინს შერაცხავს წმინდანად და ამას დაასაბუთებს და ისე არც შერაცხავენ, ხო? და დასაბუთებულად შერაცხავენ წმინდანად, მე ამ მის წმინდანობის ესე ვთქვათ კანონიზირებას დავემორჩილები და დავეთანხმები, იმიტომ რომ მე სხვა რა გზა უნდა მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პირადი აზრით მე რაც ვიცი, მე ამ თემას მე არ ვეთანხმები და მე ძალიან მეეჭვება რომ სტალინის კანონიზირება მოხდეს, იმიტომ რომ საპატრიარქოს მიერ დაქვემდებულ სასულიერო სასწავლებლებში ვინც არიცით სტალინზე რა ინფორმაცია, ანუ ხალხს რა გონიათ, იცით სტალინს ვინც დიდ ეს წმინდანად ვინც სტალინს წმინდანად არ მიიჩნევს, ესენი ლიბერალური ფრთა არისო და არა ხალხო პირიქით. აი და საპატრიარქოს რუსეთუმეებს რო უძახით პირიქით, სტალინზე საერთოდ სხვა ტიპის სწავლება მიმდინარეობს საპატრიარქოს მიერ დაქვემდებარებულ სასულიერო სასწავლებლებში რა. ყველაზე ნაკლებად იგრძნობთ თქვენ თავს იქ, რომ საპატრიარქო არის რუსეთუმე და საბჭოთა კავშირს ადიდებს. აი ყველაზე ნაკლებად იგრძნობთ მაგას იქ რა და ხო და ამიტომ არის რომ ზოგადად საეკლესიო ცხოვრებას და საპატრიარქოს მართვა განგეობებს ადამიანები იცნობენ რაღაცა კურიერებიდან და რუსთავიორებიდან და რაღაცა მთავარი არხებიდან და ესეთი ტიპის ტელევიზიებიდან და რეალური შეხება მათ არ ქონიათ და არ იციან სინამდვილეში რა ხდება. და ეს არის სამწუხარი, ეს მეორე თემა. და ახლა არის და გადავიდეთ ახლა მესამე თემაზე, რაც აუცილებლად უნდა ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მამა გიორგი ბასილაძეს და მთლიანად რაც წიგნები წავიკითხეთ, თითქმის რა 95%-ზე მე ყველაფერში ხა ჩემი პირადი აზრით ვეთანხმები. აქ არის ესე იგი 129 გვერდზე ამავე წიგნში ესე იგი ნახეთ რა სიძახის მამა გიორგი. დიდგორის ომთან დაკავშირებით მოკლედ კითხვა მამა გიორგი რა სიტყვით დიდგორის ომზე დღეს გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ ისტორიულ წყაროებში მოყვანილი სამხედრო ძალების რაოდენობას.
პასუხი. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვითომ ამხელა გაყალბებული, აქ არ არის საუბარი გაყალბებული ისტორიაზე, მე რა კონტენტიც მაქვს. ეს თვითონ ამდენი რიცხოვნებაზე ოფიციალური ისტორიის მიხედვით რიცხოვნობას აყენებენ ეჯქვეშს და ეს სხვა მეცნიერების სხვა კატეგორიაზეა საუბარი. პასუხი დიდგორის ომი თავის ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობით უდიდესი ომია. მაშინ საქართველოს სახალხო ომში გაიმარჯვა. ომის წარმოების როგორც სტრატეგიული, ისე ტაქტიკური და სულიერი თვალსაზრისით მან თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ისტორიაში. მაშინ დიდგორზე წყდებოდა არა მარტო ქართველთა ბედი, არამედ მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანოსი. ეს ომი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და რომ ამბობთ ვიღაც გამოჩნდა და რაღაც ეჭვებაო, გეტყვით მე რატომღაც ქართველი არ მგონია ის, შეიძლება სომეხი იყოს. ესენი ვერ გაძღნენ ქართველთა შურით, როგორც სხვა ჩვენი მოძმენი, ბრჭყალებში მოძმენი, ჩვენდამი რელიგიური, როგორც სხვა ჩვენი მოძმენი, ჩვენდამი რელიგიური შურით. მე ვურჩევდი მათ დაანებონ თავი ქართველთა ისტორიაში და ასევე ქართველთა სულში ხელების ფათურს, სანამ ღმერთის რისხვა დაატყდებოდათ. დავითმა მოიგო ეს ომი და მოიგო დიდი სახელით და ამიტომ არის ის დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ წმინდა კეთილმსახური მეფე. ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმინდა მამა არსენ იყალთოელი. ბრჭყალებში ციტატა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ყურადღებით. რას ამბობს არსენ იყალთოელი? ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის. ციტატის დასასრული. მადლით ღმერთქმნილი, ესე იგი განღმრთობილები არიან წმინდანები, რომლებმაც განღმრთობა მიიღეს ღმერთის მადლით, ხოლო დავითი კი ბუნებით ღმერთიაო. ამას დააკვირდით და რომ ეს მომენტი დღევანდელი მორწმუნეებისთვის გაუგებარია. მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დღეს არა ვართ ჩვენი წინაპრების რელიგიური ცნობიერების დონეზე და ამაში მარტო ჩვენი ისტორიის უმძიმესი პირობები კი არაა დამნაშავე, არამედ ჩვენი სულიერი წინამძღვრების დაუდევრობა და სულიერი ხედვის უქონლობაც. მაგრამ ღვთის მადლით დგება ჟამი, როცა ყოველივე გამჟღავდება და ყოველივე თავისი სახელი დაერქმევა. ცნობისთვის გეტყვით ასევე ჩვენი უდიდესი მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალეც არის ბუნებით ღმერთი და არა მადლით ღმერთქმნილი. აი ეს აზრი ხახნო არის მაწერია ეწამს ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ახლა ვერ გეტყვით, არა იმიტომ რომ ეშინოდეს ბოროტს და მატყუარას მე სიმართლეს ვამბობ, მაგრამ ჯერ თქვენი გონება არა არის მზად ასეთი ცოდნის მისაღებად. ანუ ეს საკითხი ხალხო, აი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის წმინდა სამების დოგმატის დარღვევა. ეხლა ნახეთ როგორ რაღაც არის. ადამიანები ზოგადად გარკვეული ტიპის, ანუ მრევლად რომ მიიჩნევენ თავს, ცოტა როგორ ვთქვათ, ესეთი თუნდაც მით უმეტეს სასულიერო პირების გაკერპებისადმე მამა გიორგის წინააღმდეგ კი არ მივდივარ, უბრალოდ რაც არის ნათქვამი, ის უნდა განიმარტოს, რომ ბუნებითი ღმერთი, ანუ ქრისტეს ორ ბუნებაზე შეიძლება ვისაუბროთ აქ მხოლოდ. ბუნებითი ღმერთი არ შეიძლება ქრისტის იქით, არ შეიძლება იყოს რომელიმე ადამიანი. და აქ უკვე აქ რა პრობლემა დადგა მერე? მრევლში შემოვიდა ზოგადად ჩვენთან არის აქ მე არ ვიცოდი და მე ეზე ბატონი ედიშა ჭელიძის ლექციებიდანაც გავიგე და ვიღაცებსაც მოვკარი თვალი და ყური და ჩემს გამომწერებშიც აღმოჩნდნენ ისეთები ვინც ამ იდეას ეთანხმებიან რომ თურმე დავით აღმაშენებელი ყოფილა ბუნებითი ღმერთი და წმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტასი. ხახნო ეს არის იმ ხელა მწვალებლობა. აქ ახლა მეოთხე ჰიპოსტასი არა აქვს მამა გიორგის ნახსენები, მაგრამ თვითონ ეს რომ ბუნებითი ღმერთი არის მწვალებლური აზრი. ამის გამო შეიძლება ადამიანი ვერ ცხონდეს. პირდაპირ გეუბნებით. ეხლა მე სპეციალურ გუშინ გადავახვიე ვიდეოები ვნახე რა და შევედი ბატონი ედიშერის ლექციებში. ეხლა ვინც ნახეთ როგორ დგას საკითხი ზოგმა შეიძლება არ იცოდეს ვინ არის ედიშერ ჭელიძე ვინც არის დაგუგლეთ და მის ვიდეოებს გადაავლეთ თვალე. სასულიერო სემინარია აკადემიის ლექტორი გახლავთ და ეს ადამიანი გახლავთ, ესე იგი, აი ლეგენდა რა, პირდაპირ მნიშვნელობით ცოცხალი ლეგენდა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, ფილოლოგიიდან დაწყებული სამღვთო, ესე იგი, დოგმატური ღვთისმეტყველებით და ისეთი საეკლესიო იქ ლიტერატურის ცოდნით და ისეთი უმნიშვნელოვანესი სფეროების ცოდნით დამთავრებული, რომ აი თუ რა ვიცი საეკლესიო წიაღში თუ კი რაიმე წიგნები გამოდის ნახევარი მე მგონი ესე იგი ბატონი ედიშერის ნათარგმნია და
ეს კაცი არის ესე იგი დოგმატების უზადო მცოდნე. ანუ თუ კი ვინმე ზოგადად საპრიწონეთ რაღაცა დასვავს შეკითხვას იმას რომ ხა მამა გიორგი ბასილაძეზე მეტი როგორ იცის ვინ არის ედი შერიო, ვინც არ იცის და სასულიერო სემინარი აკადემიის წრეში არ მოხვედრილა და არ იციან ზოგადად ვინ არის ედი შერი, მე გირჩევდით რომ გაეცნოთ. თან ვიდეოები ძდებს YouTube-ზე ლექციები და მას ჩანაწერები სასულიერო სემინარი აკადემიის ესე ვთქვათ ლექციებიდან არის ჩანაწერები და დევს ქრისტეს ორი ბუნების შესახებ და რატო შევეხე, იმიტომ რომ ბატონ ედიშენმა ახლა ეს გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, სადაც მაშინ გიორგი აი ახალი გამოცემული იყო ეს წიგნი, მაშინ ესე იგი 2008 წლის პერიოდი იყო ან 10 წლის პერიოდი, პუბლიკაციებიც გამოდიოდა გაზეთებში მამა გიორგის პუბლიკაციებიც და მან თავის წიგნში უწერია მამა გიორგის საპატრიარქო ქონდა დიდი წინააღმდეგობები შეხვდა, ესეც ვიცი წავიკითხე ეს წიგნებში. მაგრამ აი ეს არის კონკრეტულად ისეთი საკითხი, რომელმაც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი მცირედი და მწვალებლური აზრის შეტანა მოახდინა მრევლის გარკვეულ წევრებზე რა, ზოგადად აი მთელ საქართველოში ყველას არ ეხება, მაგრამ რომ ვითომ დავით აღმაშენებელი ესე აღიქვა ხალხმა რომ თითქოს და დავით აღმაშენებელი არის, ანუ ბუნებითი ღმერთი ნიშნავს განკაცებული ღმერთი, ანუ სულიწმინდა განკაცაო და მე და რაღაცა მეოთხე ჰიპოსტასი არისო, ეს ეგეთი რამე საეკლესიო კრებაზეც კი არ მოსვლია თავში აზრად რომ მეოთხე ჰიპოსტასი დაემატებინათ. ხო და ეხა აქ რაზე ვამბობ, რომ აქ ერთ-ერთი ვიდეოა სადაც ახსენდა და მეორე ვიდეოში იქ უკვე მთლად დეტალებში აქვს განხილული რას ნიშნავს ის მეორე ვიდეო ვერ ვნახე და როდესაც მოვუსმენ მეორე ვიდეოს მერე ვიდეოში მოგასმენინებთ ცალკე რა. ანუ ედიშერის ერთ-ერთ ვიდეოში არის განმარტებული რას ნიშნავს რომ ბუნებითი ღმერთი რატო ახსენა არსენ იყალთოელმა, რას ნიშნავს ეს? ეს არის სახისმეტყველებითი გამოთქმა, რომ ბუნებითი ღმერთი ეს იყო როგორც ასე ვთქვათ პატივისცემის ნიშნად გამოხატული სტატუსის მინიჭება და არა ის რომ მართლა ბუნებითი ღმერთი იყო დავით აღმაშენებელი. ასეთ რამეს ამ შინაარსით არსენ იყალთოელი არ იტყო და რა გაგებით ისაუბრა მაგაზე ვიტყვით, მაგრამ აი ახლა ესე იგი რომელი წუთია 20 წუთზე აი ედიშერ ჭელიძე ნახეთ YouTube-ზე ქრისტეს ეხლა მათ შეტრიალობლა და ჩვენებს მოიცა მიმატრიალო. აი ეს ვიდეო ნახეთ ედიშერ ჭელიძე ქრისტეს მეორე ბუნება. აი ქრისტეს ბუნებების შესახებ აქვს ვიდეოები და აი ხა 20 წუთზე გადავახვიოთ და აი აქ იტყვის. იქ აუდიტორიაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და აქ ეს იმას არ ეძღვნება რომ ვიღაცას აკრიტიკებს ან ლანძღავს ან მის ავტორიტეტის დაცემას ცდილობს, არა ხახ აქ პიროვნული ომი არ არის. ეს არის საეკლესიო დოგმაც, როდესაც ეხება საქმე, აქ არ შეიძლება აქ მორიდებების დრო არ არის რა, ამიტომ და შეიძლება და ნებისმიერ სასულიერო პირს შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით შედარებით მცდარი აზრი რა და ეს ზოგადად რატო უნდა მოუვიდეს სასულიერო პირს არ ვიცი ხა კატეხიზმი არისო იმას ხო ვერ ეტყვია უყურეთ აი მოусმინოთ აი ახლოს მოვიტან და კირიოს მოუწოდებდნენ რომ ეს ნესტორიანელები რომლებიც ჩამოიყვანენ მათ ქარში მაქედან გააძევი ანუ მართლმადიდებელი მოძღვარნი საბერძნეთიდან ქართლში ჩამოსულები რომ როგორც ჩანს ესე იგი სწავლება ორგუნებოვნების შესახებ უფრო ღრმად დაენერგათ ჩვენთან აი ესენი ყველანი ერთთლიანად სომეხთაგან აღიქმებიან ნესტორიანელებად თვითონ ნესტორი ცხადია ნესტორიანელებად აღიქმებიან სომეხთაგან მაგრამ მართლმადიდებლების დიოფიზიტების მათთვის იგივე ნესტორიანელები არიან რადგანაც ორივენი ესე იგი ნესტორიანელების და მართლმადიდებლების ორგუნებას აღიარებენ განკაცებული ღვთისას მაგრამ აქ პრინციპული გამიჯნო და დღესაც გახლავთ სამწუხარო მე ამაზე რამდენიმე პუბლიკაცია მქონდა ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ერეტიკული ასე ვთქვათ ერეტიკული პუბლიკაციები მართლმადიდებლობის ნიღბით სწორედ ნესტორიანის გულისხმობს და მრავალგზის მქონდა ამასთან დაკავშირებით გამოხმაურება ამაზე ახლა ამჯერად არ აღვნიშნავთ უბრალოდ იმას ვამბობ რომ ნესტორიანიზმის ბაცილალი ყველაზე ძნელად აღმოსაფრელი გარეგანად ის ძალიან ადვილია მრევლს წარმოუჩინო როგორც მართლმადიდებლობა როგორც დიოფიზიტური ამხსარებლობა ორი ბუნებისა თავისი არსით ის იყოს სრული გაუგუღმართება და აი ეს როგორ გავარკვიოთ ესაა ცენტრალური საკითხი იმიტომ რომ სომხები რომ ორბუნებას არ აღიარებენ უკვე გამიჯნული ვართ მათგან მაგრამ ისინი რომლებიც ჩვენს მსგავსად თითქოს და ორბუნებას აღიარებენ რაში არის ჩვენთან თანხმობაში და რითი ემიჯნება ჩვენს სწავლებას
აქ გახლავთ ასეთი პრინციპული მოვლენა. საერთოდ ამაზე იყო უაღრესად ესე იგი ვრცელი ხანგრძლივი პაიქრობანი, ასე რომ მასალობრივად ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, ასე შეიძლება ითქვას. პაიქრობა საერთოდ მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით დოგმატური პაიქრობა ყოველთვის მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, პირველი საუკუნეა, მაგრამ მთელი თავისი მოცვილი ხანგრძლივი პაიქრობანი, ასე რომ მასალობრივად ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, ასე შეიძლება ითქვას. პაიქრობა საერთოდ მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით დოგმატური პაიქრობა ყოველთვის მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, პირველი საუკუნეა, მაგრამ მთელი თავისი მოცულობით და უაღრესად გააქტიურებულად ის აღიძრა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ნესტორი 428 წელს. 428 წელს, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ნესტორი, ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქის კი შეიძლება გახდეს ამის თქმა მინდა ერეტიკოსი და პატრიარქობა და ეპისკოპოსობა და გნებავთლობა სულ არ ნიშნავს, რომ პიროვნება თავისუფალია ერესისგან. არის ზოგჯერ პაიქრობაში ის მღვდელია და შენ ერისკაცი დაუშვათ რატო epაიქრები, თითქოს მღვდლობა არის. პირიქით, ყველა ერესი მათგან სასულიერო ფეის გამოდის, რომ ჩვენ არ ვიცით ერესების ისტორიაში ამა თუ იმ ერესის წყარო ყოფილიყოს ერისკაცი. ყოველთვის წყაროანი მღვდელი, რომელსაც რაღაცა ჰალუცინაციები დღესაც არის გარკვეული პირები, ნახლად გამოქვეყნდა სხვათა შორის. ერთი თამარ მეფეზე კი მქონდა პუბლიკაცია თქვენ ნახეთ გულიგონიაში, მაგრამ ანალოგიური, ასე ვთქვათ, მოძღვრება, რომ დავით აღმაშენებელი არის ბუნებითი ღმერთი. ბუნებითი ღმერთი, რომელმან შექმნა ეს სამყარო. ამას ხადაგებს მღვდელი, რომელიც მოქმედი მღვდელია და დაყენებული არა ჯერ კიდევ მგლობისგან. და მისი პუბლიკაციები ვრცელდება. დღესაც ხადაგებს, იმიტომ არავის ახლა მომიტანეს ზუსტად ერთ-ერთმა პიროვნებმა მოიტანა ნაშრომი, ეთქობა მისი შთაგონებით და ეკლესიის მამათა გამონათქვამები სხვადასხვა საკითხზე. და გავიხედე ამ მოძღვრის სახელები და გამონათქვამები არა ყველაზე ხშირად თანამედროვე მოძღვარი. იქ არის ბასილი დიდი ისა და აგერ ეს ბასილაძე წერია, ვითომ იმათთან გათოლებული მოძღვარი. ასეთი იყო. ახლა ჩვენ სხვა საკითხზე რა თქმა უნდა არ გადავალთ, უბრალოდ იმის გამოკვეთა მინდა ნესტორიანისა და მართლმადიდებლობა შორის რა პრინციპული სხვაობაა. არ მე მგონი ყველაფერი კარგად განმარტა ბატონმა ედიშერმა და ანუ ამ დოგმატს ვერავინ ვერ გადაახტება და ეს არის დარღვევა, ეს დოგმატური დარღვევა არის და ეს არ ვიცი თავად მოძღვრებთან უნდა გაარკვიონ, ვინც ამ ესე ვთქვათ საკითხს ეთანხმება, რომ დავით აღმაშენებელი არის მეოთხე ჰიპოსტასი და ნუ ეს მეოთხე ჰიპოსტასი მე ვინ მიაწერა, არ ვიცი, მე თვითონ ვინ დაამატა ეს არ ვიცი, ვინმე სასულიერო პირმა თუ ერისკაცმა, რომ ზოგადად ბუნებითი ღმერთიაო, რადგან ეს არსენ იყალთოელს უწერიაო, ეს არის ეს თქო წვალებლური აზრი. მაგრამ არსენ იყალთოელი ამაში რას გულისხმობდა, ამას განმარტება ჭირდება. ერთ-ერთ შემდგომ ვიდეოში მოვძებნი ბატონი ედიშერის განმარტებას, იმიტომ რომ ბევრი ვიდეო აქვს, რომელ მონაკვეთში აქვს ის მეორეჯერ აქვს განმარტებული კიდე რა ამ საკითხზე და იმას კიდე მოგასმენინებთ აუცილებლად რა. ამიტომ განმარტებული არის მე მგონი აქ ყველაფერი მშვენივრად, ანუ მომავლის მეფესთან დაკავშირებით ვეთანხმებით მამა გიორგის, მაგრამ ეს აზრი რომ დავით აღმაშენებელი არის ბუნებითი ღმერთი, ეს არის მიუღებელი და დოგმატური დარღვევა არის რა. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემთ ძალიან სასახელო მამაო იყო და აი მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც ეს ლექცია დადებული არის აი აქ მაგალითად 11 წლის წინ, მაგრამ როდესაც ბატონი ედიშერი ამაზე საუბრობს, მაშინ მამა გიორგი ბასილაძე ცოცხალი იყო უკვე რა. ცოცხალი იყო. ნუ ქონდა საპატიო, ქონდა დაპირისპირებები, ასე შემდგომ ეხლა ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს უნდა ითქვას აუცილებლად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მომავალი მონარქის შესახებ, ხო, თავარი რაც არის, რომ მომავალი მონარქის შესახებ მე ჩემს პირად აზრს დავამატებ, შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემ პირად აზრს დავამატებ, რომ მამა გიორგიმ რაც ისაუბრა, ძალიან კარგად აღნიშნა ის, რომ ვიღაცებს რო ამზადებენო იქ რო იქ ბავში რო აკურთხეს თითქოს მომავალში სამეფო ტახტისთვისო და კიდე ვიღაც პიროვნებებზე ეხლაც როდესაც იძახიან რომ ეს არის რომ მეფეო მონარქიო, მანდედან არც ერთი არ არის რომ მამა გიორგიმ რო თქვა, აი მე მაგას მანამდეც ვიძახდი, სანამ ამ წიგს გავეცნობოდი და მე ვეთანხმები ნამდვილად მამა გიორგის მაგ აზრს, იმიტომ რომ ეხლა ეტაპები მიმდის როგორც ით რომ მონარქი თავს ნელ-ნელა გამოავლენს თავისი ესე ვთქვათ ასპარეზზე გამოსვლით პოლიტიკურ და ზოგადად სოციალურ ასპარეზზე გამოსვლით და პლუს მოხდება ეტაპობრივად საზოგადოების შემზადებას და ერთობლივად წარმოიქმნება ეს ყველაფერი რა და ერთობლივად
ანუ საზოგადოებაც პარალელურად საზოგადოებაც მოემზადება და მიხვდება ხალხი რომ მონარქი ჭირდება ქვეყანას და ღმერთსო თან პლუს ნახეთ უნდა სთხოვონო ანუ საზოგადოებამ უნდა სთხოვოს ღმერთს რომ მისცეს მონარქი ისევე როგორც ძველი აღთქმის ესე იგი ძველი ებრაელის ეს თქვა ძველი ისრაელიანელი ერის შემთხვევაში მოხდა როდესაც ერმა მსაჯული ერს ყავდა რჩეული ერს ყავდა მსაჯული და ერმა ითხოვა მონარქი მეფე და ღმერთს ზოგადად მონარქის და მეფის ადგილი ეკავა ღმერთს რა მაგრამ ესე ვთქვათ ღმერთი მიდის კომპრომისზე ძველი აღთქმის პასაჟებში ესეა და ღმერთი აძლევს მონარქს ხალხს მე აღარ მოეწონათ იქ 10%-ის და რაღაცა პროცენტების გადახდა რომ მოუწია მაგრამ ეგრე იყო რა მოგეთ ესეთია ცუდად არ გაიგოთ რაც ახლა ჩვენ აქ ვისაუბრეთ უბრალოდ ეს საეკლესიო სწავლება არის უცვლელი დოგმატები და მისი შეცვლის უფლება არ აქვს არც ერთ სასულიერო პირს. აი ბატონმა ედიშემას სწორედ აღნიშნა რომ ერისკაც კი არა თუ კი რაიმე ერესები წარმოშობილი ერესების და მწვალებლური აზრების ისტორიაში ეს ყოველთვის მოდიოდა საერო პირებიდანო და აი ბოდიში კინაღამ დამავიწყდა ყველაზე მთავარი 20 აი მოიცა კინაღამ დამავიწყდა ხო 29 წუთზე აი გადავახვიო და აი ამის დასტურად 29 წუთზე გადავახვევ ახლა ამ ლექციას და აი ამის დასტურად ის ყვება ორი პატრიარქი ესე იგი აცა აი ორიგენე ეხა ორიგენის ჩაწერილი მქონდა ორიგენისთან დაკავშირებით და პლუს ორ პატრიარქს იყო ორ ძალიან ძლიერ ავტორიტეტულ პატრიარქს რომელზეც ანუ უბრალოდ ავტორიტეტული სულიერი მოძღვარი კი არა რაღაც წიგნი რო გამოსცა და თქვა იქ რომ სასწაულებს ახდენ და არამედ ორ უძლიერეს ან მესამე თუ მეოთხე იტყვის ახლა რომ საუკუნეებში იყო აი საეკლესიო კრებების პერიოდში რო იყვნენ ეს პატრიარქები რომლებსაც მწვალებლური აზრები გავრცელებული ჰქონდათ ისე რომ თვითონაც არ ვიცი არ იცოდნენ შესაძლებელია და მაშინ ხდებოდა ჩამოყალიბება ამ საკითხების ან ქრისტეს დოგმატების შესახებ ამ ორი ბუნების შესახებ ამ დოგმატების ჩამოყალიბება და იქ ერთმა წმინდა მამამ ეს მწვალებლური აზრები როგორ აღმოაჩინა მე დაბეჭდა თავის ნაშრომები და შემდგომ საეკლესიო კრებებზე როგორ გამოიყენეს და როგორ ხდება ან მოხდა ორი პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტული პატრიარქის ანათემირება როგორ მოხდა და აი ორიგენეს რო შევეხეთ კიდე უბრალოდ ვიღაც მოძღვარი კი არა ორიგენეს კი აი ორიგენეს სწავლა ვიცი მე მგონი 80 ცოტა რო გავუბეროთ და გავამუქოთ მე მგონი საეკლესიო სწავლების 80% მე მგონი ორიგენეს სწავლებაზეა დაფუძნებული მაგრამ ორიგენიზმი დღესდღეობით ანათემირებულია და ორიგენი არის ანათემირებული რატომ და რისთვის ახლა თქვენ წაიკითხეთ და მოიძიეთ მასალები აი ხა მოგასმენინოთ 29 წუთიდან აი ბატონ ედიშერის აი ეს ორ პატრიარქის ამბავი აი მოусმინეთ ადამიანად ანუ ესა ებიონიზმი აი ამის გარკვეული გავსობა გახლავთ ორიგენიზმის ერთ-ერთი ორიგენიზმი მარტო ეს გაუგუმართება ცხადი არა მაგრამ ერთ-ერთი ესეც გავთათ განკაცებასთან დაკავშირებული ორიგენისტული გაუგუმართება იმის შესახებ რომ მაცხოვარი ესე იგი ქნილება ორიგენი აღიარებდა რომ ზეღმერთი არის ქნილება განკაცებამდეც ქნილება ანუ არიანელობის საფუძვლები შექმნა ორიგენემ არიანელობა ეს ერესი სწორედ ეს გახლავთ რომ ზეღმერთის ღმერთობაც არაა ბუნებითი ღმერთობა ეს პირობითად უწოდებ ჩვენ მას ღმერთს ის ქნილია განკაცებამდეც ქნილია და ეს ანუ ქნილებათა შორის პირველია და მე ადამიანად მოვიდა ჩვენამდე ესა არიანელობა რომელსაც საფუძვლები შეუმზადა ესე იგი ორიგენემ მაგრამ ნესტორიანიზმის კვეთრი გამოვლენა ჩვენ წინაშე წარმოჩნდება მე-4 საუკუნის მიწურულში ორი მაშინ უაღრესად დიდად დაფასებული მოღვაწისგან ეს გახლავთ როგორც ვიკითხარი დიოდორე ტარსელი და თეოდორე მოფსუესტიელი ისინი მეტად ავტორიტეტული პირები იყვნენ იმდენად დიდნი რომ მეორე მსოფლიო კრების 391 წლის კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებში ანუ საკრებო აქტებში მაგალითად დიოდორე ტარსელს ეწოდება მართლმადიდებლობის კლდე ისინი ისე აღესრულნენ რომ თავს მიიჩნევდნენ მართლმადიდებლობის ბურჯებად და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდათ მაგრამ და მათ შრომებზე აღიზარდა ნესტორი. მათ იმდენი შრომა დაწერეს, რომ ამ შრომებში ნესტორიანიზმის ბაცილა სად იყო, ამის გამოკვლევა მაშინ შეუძლებელი ჩანდა, იმიტომ რომ ჯერ მთელი წმინდა წერილი განმარტეს სიტყვით, წერილობითად და წარმოიდგინეთ რა რაოდენობის შრომები ახლა წმინდა წერილი განმარტა. ამის გარდა მრავალი სხვა შრომაც ჰქონდა დაწერილი და ეს ყველაფერი უნდა შესწავლილიყო, რომ მათ შესახებ
ჩამოყალიბებული აზრი მქონოდა, რა აღსარებლობა ჰქონდათ მას. მაგრამ ეს არც იდგა დღის წესრიგში, იმდენად ავტორიტეტული მოღვაწენი იყვნენ და იმდენად შეუვალი ავტორიტეტები თითქოს და მართლმადიდებლობის პოზიციიდან. როდესაც კირილე ალექსანდროვნა ნესტორისგან ნაქადაგების შესწავლა დაიწყო და რაზი აღიზარდა, ცხადია ეს იცოდა და უშუალო წინაპრების შრომათა შესწავლა შეუდგა, მიადგა სწორედ ამ ორ დიდ სახელს, დიოდორესა და თეოდორეს სახელს, რომელთა ანათემირება მიუხედავად იმისა, რომ კირილე ცხადია ამ დროს ეპისკოპოსი იყო, მან ვერ შეძლო. იმ ეკონომიის გამო რომ ამ ორი პირის ანათემირება გამოიწვევდა ძალიან დიდ ღელვარებას, ბევრ ძალიან გულწრფელად ჯეროდა ამ ადამიანებს და მართლმადიდებლად მიიჩნევდა. ამიტომ კირილემ როგორც ეს საეკლესიო წესგანგება, უეჭველი და უსვალებელი წესგანგება, მასალა დასდო შემდგომისთვის, მათი ანათემირებისთვის, მან 438 წელს გამოსცა თავის სახელგანთქმული შრომა დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ, რასაც დაეფუძნა თითქმის ერთი საუკუნის და ცოტა მეტი შემდეგ 553 წელს კონსტანტინოპოლის მეხუთე მსოფლიო კრება, როდესაც ამ ორი პირის ანათემირება მოხდა, მაგრამ იმ დროს ვერ მოხდა. ხილებული იქნა, მაგრამ ანათემირება ეკლესიის არასოდეს არ გახლა თვითმიზანი. ანათემა გახლა ყოველთვის პედაგოგიური მოღვაწეობა ეკლესიისა. მოკლედ დანარჩენი მე გრძელდება ისტორია და ხო ხედავთ ესე იგი წმინდა კირილე ალექსანდრიელმაც კი ვერ შეძლო ანათემირება, თავის იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა რა და ეს მთლიანობაში ყველაფერი კარგად დავღეჭე, გამგები გაიგებს რა, დანარჩენ თქვენიცით მოიძეთ ინფორმაციები და მოусმინეთ ამ ლექციებსაც რა.